დღევანდელი ქადაგების თემა. თქვა ღმერთმა, იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები. და მოხდა ასე. საყვარელო, როდესაც ვხედავ, ყოველდღიურად რაოდენი გულმოდგინებით ისწრაფით ჩვენსკენ, დიდ კმაყოფილებას განვიცდი და არ ვაყოვნებ კაცთმოყვარე ღმერთის დიდებას სულიერი წარმატებისთვის თქვენ რომ მიაღწიეთ. როგორც შიმშილია ხორციელი ჯანმრთელობის საწინდარი, ასევე შეიძლება რომ გულმოდგინება ღვთის სიტყვის სმენისას სულიერი სიმთელის საუკეთესო ნიშნად ჩაითვალოს. სწორედ ამიტომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მთაზე ქადაგებისას ნეტარებათა შესახებ თქვა. ნეტარიყვნენ, რომელთა შიოდის და სწუდი სიმართლისათვის, რამე თუ იგინი განძღენ. ვინ შეძლებს ღირსეულად შექებას თქვენსას, ვისაც მეუფისაგან უკვე მიგიღიათ ნეტარად წოდება და მისგან კვლავაც აურაცხელ სიკეთეს მოელით? ასეთია ჩვენი მეუფე, როდესაც ნახავს, რომ სული ძლიერი სურვილითა და დაძაბული გულმოდგინებით ელთვის სულიერ საგნებს, მაშინ მისცემს მას მადლს და თავის მდიდარ წყალობას. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს თქვენ და სასიკეთოდ მოგცემს იგი სამოძღვრო სიტყვას თქვენი სიყვარულის განსასწავლად. თქვენთვის და თქვენი წარმატებისთვის ხომ ჩვენ ყველანაირად ვირჯებით, რათა მალე ახვიდეთ სათნოებათა მწვერვალზე და ღვთივსათნო ცხოვრების მასწავლებლად გავუხდეთ ყველას, ვინც თქვენ შემოგცქერით. და ჩვენს დიდი კადნიერება მოგვანიჭოთ მაშინ, როდესაც ვნახავთ, რომ ტყუილ უბრალოდ და ამაოდ არ ვშრომობთ, რომ ეს სულიერი ოჯახი ყოველდღიურად იზრდება და რომ ჩვენც იგივე არ დაგვემართება, რაც სახარებაში ხსენებულ მთესვლს მოუვიდა. იქ მხოლოდ ერთი ნაწილი გადარჩა, დანარჩენი კი დაიღუპა. ზოგი მარცვალი დავარდა გზაზე და უნაყოფოდ დარჩა. ზოგს ეკლებმა გადაუარა. ზოგი კი ქვებში დაეცა და ზედაპირზე დარჩენილმა ნაყოფის გამოღება ვერ შეძლო. მაგრამ ღვთის მადლით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აქ მთელი მარცვალი საუკეთესო მიწაზეა მიმოფანტული და გამოიღებს ნაყოფს 100 წილ, 260 წილ, მესამე კი 30 წილ. ეს აძლიერებს ჩვენს მოშურნეობას, ეს აღაგზნებს ჩვენს გონებას იმის მენა, რომ ამაოდ და უბრალოდ არ გთავაზობთ სწავლებას, რომ თქვენი სმენა ყურადღებითა და გონება სიფხიზლით იღებს ჩვენს სიტყვებს. ამას თქვენი სიყვარულის საამებლად კი არ ვამბობ, არამედ იმ გულმოდგინებიდან გამომდინარე, რომელიც გუშინ ჩვენი საუბრისას გამოამჟღავნეთ. მე ვნახე თქვენ ყველანი რა გულმოდგინედ ისმენდით და ყველანაირად ცდილობდით, რომ ერთი სიტყვაც კი არ გამოგპაროდათ. გარდა ამისა, ხშირი ტაშისცემა აშკარად მოწმობდა, რომ თქვენ სიამოვნებით ისმენდით სწავლებას. ხოლო თუ კი ვინმე რაიმე სიამოვნებით ისმენს, იგი ცხადია, თავის გონებაში იმარხავს, სულის სიღრმეში მიუჩენს ბინას, წარუშლად აქცევს მას. ვინ შეძლებს, ღირსეულად შეგაქო თქვენ და ჩვენს ნეტარ ყოს იმისთვის, რასაც მსმენლის ყურს ვეუბნებით. ნეტარია იგი, ამბობს წერილი, ვინც სიბზნე მოიხვეჭა და უზიარებს მათ, ვინც მას ყურს უგდებს. ეს მარხვის შედეგია. ამ კურნალობამ თქვენი სულების საცხონებელი შედეგი გამოიღო. თუ კი მარხვამ იმთავითვე ასეთი ძალა აჩვენა, რა სარგებელს უნდა ველოდეთ შედეგად ბოლო დღეებში. ხოლო თქვენ, გევედრებით, შიშით და ძრწოლით თვის საცხოვრებას აიქმოდეთ და თქვენში შესახწევ ნურანაირ გზას ნუ დაუტოვებთ ჩვენი ცხონების მტერს. ახლა როდესაც ის თქვენ სულიერ სიმდიდრეს ხედავს, ცოფდება და მძვინვარებს და ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინცა შთანთქა. მაგრამ თუ ფხიზლად იქნებით, ღვთის მადლით ის ვერავის დაძლევს. ასეთია ჩვენი სულიერი იარაღი, რომლითაც შეგჭურვა მადლმა სულისამ, როგორც ეს გუშინ თქვენ სიყვარულს განუმარტეთ. ამგვარად, თუ კი ჩვენ გამუდმებით ამ საჭურველით დავიცავთ ჩვენს ნანილებს, მტრისგან გამოსროლილი ვერც ერთი ისარი ვერ მოგწდება, არამედ ყველა მათგანი სრულიად უსარგებლოდ დაუბრუნდება მსროლელს. რომ მოგვენდომებინა, მადლი ღვთისა ალმასზე უმტკიცესად და სრულიად დაუმარცხებლად გვაქცევდა ჩვენ. როგორც ის, ვინც ალმასის შემოსვლას ცდილობს, მას ვერ ასავნებს და მხოლოდ ძალას კარგავს. ხოლო ვინც მარგილზე დადგომას დააპირებს, მხოლოდ სისხლდენამდე მიიყვანს საკუთარ ფეხებს, ასევე დაემართება ჩვენი ცხონების მტერს, თუ კი თავად შევძლებთ და გამუდმებით შემოვიზღუდავთ თავს. სულის მადლით, ჩვენ რომ მოგვეცა. ძალა მადლისა ისეთია, რომ მტერს მისი გამონაშუქის ხილვაც კი. არ შეუძლია მოითმინოს. უფრო მეტიც, მისგან გამომავალი ნათება თვალებს უბნელებს. გამუდმებით მოვიზღუდოთ თავი ამ იარაღით. როცა მოედანზე გამოვდივართ, როდესაც მეგობრებს ვესტუმრებით, როცა ვსაქმიანობთ. ანდა რას ვამბობ? მოედანზე გამოვდივართ მეთქი? ეკლესიაშიც კი ნუ მივალთ უმისოთ, ნუ სახლში დაუბრუნდებით, დაუწვეთ და ავდგეთ სიტყვებით. არასოდეს ჩვენი ცხოვრების განმავლობაში არ მოვიშვროთ ის. დაე, თან გავყვეს მარადილულ ცხოვრებაში და იქ უდიდესი კადნიერება მოგვაპოვებინოს. ისინი გრძნობადი იარაღისაგან განსხვავებით ხორცს არ ამძიმებენ. პირიქით, ამსუბუქებენ კიდეც, ამაღლებენ და განამტკიცებენ. თუ კი ყოველდღიურად გავწმენთ მათ, რათა ნათელს ფენდნენ და ბრწყინვალებით თვალს უბნელებდნენ სპიერ დემოს, რომელიც ჩვენი ხსნის დასაბრკოლებლად ყოველგვარ სასჯელს იგონებს. თუმცა რაკიღა უკვე საკმარისად შეგაიარაღეთ, შემოგთავაზებთ ჩვეულ ტრაპეზს და თქვენი სიყვარულის წინაშე გადავშლით იმას, რაც გუშინ ნათქვამს მოჰყვება. ამ სასარგებლო სწავლების წინამძღვრად კვლავ საოცრად სტუმართ მოყვარე მასპინძელს და დიდ წინასწარმეტყველს მოსეს ავირჩევთ. ნახოთ, რა სურს მას რომ დღეს გვასწავლოს და კვლავ ყურადღებით ვისმინოთ მისი სიტყვები. ის საკუთარი თავიდან კი არა, სულიწმიდის ჩაგონებით ლაპრაკობს და ამას ამბობს მისი ენა, კაცთა მოდგმის განსასწავლად. რაც მან პირველ დღეზე საუბარი დაასრულა და თქვა:
და იქნა მწუხრი და იქნა განთიად დღე ერთი. შემდეგ იგი ამბობს: თქვა ღმერთმა, იყოს წყალთაშორის მყარი და გაჰყაროს წყლები. აქ საყვარელნო სწავლების თანამიმდევრობას მიაპყარით ყურადღება. მას შემდეგ, რაც თავდაპირველად ზეცისა და მიწის შექმნის შესახებ გითხრა, რომ მიწა იყო უხილავი და უდაბური, ამის მიზეზიც განგვიმარტა. რად იყო ის უხილავი? სწორედ იმის გამო, რომ სიბნელითა და წყლით იყო დაფარული. იყო მხოლოდ სიბნელე და წყალი, სხვა არაფერი. შემდეგ ღვთის ბრძანებით გამოჩნდა სინათლე და განიყო ნათელი და ბნელი და პირველს ეწოდა დღე და მეორეს ღამე. შემდეგ მას სურს გვასწავლოს, რომ როგორც განყო ბნელისაგან ნათელი და თითოეულს თავისი სახელი უწოდა, ასევე წყლის სიმრავლეს განყოფს თავისი ბრძანებით. ნახე, რაოდენ გამოუთქმელია მისი ძალა და ყოველგვარ ადამიანურ წარმოდგენას აღემატება. იგი მხოლოდ ბრძანებს და ერთი სტიქია მოდის, მეორე კი განერიდება. თქვა ღმერთმა, იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები. რაც ნიშნავს, იყოს მყარი, ეს იგივეა ვინმე მკაცობრივ ენაზე რომ თქვას. დაე, იყოს კედელი ან ზღუდე, რომელიც შუაში აღიმართება და იქნება გამყოფი. და შენ რომ სტიქიათა დიდ მორჩილებას და შემოქმედის გარდამეტებულ ძლიერებას ჩასვდე, ამბობს და იქნა ასე. მხოლოდ თქვა და შედეგად აღსრულდა. გააჩინა ამბობს ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. მყარის შექმნის შემდეგ ღმერთმა წყლის ერთ ნაწილს უბრძანა, რომ მყარს ქვემოთ ყოფილიყო, ხოლო მეორეს მყარს ზემოთ. მაგრამ იკითხავს ვიღაც, რა არის მყარი? ესაა გამყარებული წყალი თუ შეკუმშული ჰაერი? ანდა სულად სულ სხვა ნივთიერება? გონიერთაგან ვერავინ დაწყებს ამაზე დამტკიცებულ მსჯელობას. უდიდესი მადლიერებით უნდა მივიღოთ წერილის სიტყვები და ჩვენი ბუნების საზღვრებს არ გადავიდეთ. არ განეცადოთ იგი, რაც ჩვენზე მაღლა დგას. არამედ ვიცოდეთ და საკუთარ თავებში დავიმარხოთ, რომ ღვთის ბრძანებით შეიქმნა მყარი, რომელიც განყოფს წყლებს და ერთ ნაწილს თავის ქვემოთ იკავებს. მეორეს კი მაღლა მდებარეს თავის ზედაპირზე ამყოფებს. მყარს ამბობს ღმერთმა უწოდაცა. ნახე, წმინდა წერილი როგორ იყენებს იმავე წესს. როგორ გუშინ თქვა ღმერთმა იყოს ნათელი. და როდესაც ის იქნა, ბრძანა რომ გაყრილიყო ერთმანეთისაგან ნათელი და ბნელი, ხოლო შემდეგ ნათელს დღე უწოდა. ასევე ახლაც თქვა, იყოს წყალთა შორის მყარი. შემდეგ კი როგორც ნათლის შემთხვევაში, აქაც განმარტა მყარის დანიშნულება და გაჰყაროს წყლები. ხოლო მას შემდეგ, რაც მყარის დანიშნულებას განმარტავს, ისევე როგორც ბნელს უწოდა სახელი, მყარსაც არქმევს სახელს. მყარს ამბობს ღმერთმა უწოდაცა. ესაა ხილული ზეცა. იტყვი, რატომაა რომ ზოგიერთი ირწმუნება, რომ მრავალი ზეცა შეიქმნაო? ისინი ამას წმინდა წერილის მიხედვით კი არ ასწავლიან, არამედ საკუთარი წარმოდგენებიდან გამომდინარე. ნეტარი მოსე ამის გარდა არაფერს გვასწავლის. როდესაც თქვა, თავდაპირველად ღმერთმა შექმნაცა და მიწა. შემდეგ მიწის უხილაობის მიზეზი გვაჩვენა. კერძოდ, წყდიადითა და წყლის უბსკრულებით რომ იყო დაფარული. ნათლის შექმნის შემდეგ კი მოსე ჩვეულ თანამიმდევრობას იცავს და ამბობს, იყოს წყალთა შორის მყარი. შემდეგ დაწვრილებით განმარტავს ამ მყარის დანიშნულებას და განაგრძობს და გაჰყაროს წყლები. სწორედ ამ მყარს განყოფილ წყალთა შორის რომ არსებობდა, უწოდა ზეცა. ამგვარი ახსნის შემდეგ ვიღა დაუჯერებს მათ, ვინც მხოლოდ საკუთარი ჭკუით ამბობს და ბედავს წმინდა წერილის საპირისპიროდ ამტკიცოს, თითქოს და მრავალიცა არსებობდეს. აი, იტყვიან ნეტარი დავითი ღმერთს ქებას აღულენდა და ამბობდა: აკებდით მას ცანი ცათანი. ნუ შეშფოთდები საყვარელო, ნუ იფიქრებ, რომ წმინდა წერილი რაღაცაში საკუთარ თავს უპირისპირდება. არამედ, თქმულის ჭეშმარიტება შეიცან და გულმოდგინედ დაიმარხე მისი სწავლება, სმენა მის საწინააღმდეგო აზრებისაგან მოიზღუდე. ხოლო ის, რის თქმაც მე მსურს, სრული ყურადღებით ისმინეთ, რომ თქვენი შერყევა ადვილად ვერ შეძლონ იმათ, ყველაფერს რომ ლაპრაკობენ, რაც თავში მოუვათ. წმინდა წერილის ყველა წიგნი თავდაპირველად ებრაულად დაიწერა. ამაში ცხადია, ყველა დაგვეთანხმება. ქრისტეშობამდე არც თუ დიდი ხნით ადრე მეფე პტოლემიოსმა, რომელიც დიდი მოშურნეობით ცდილობდა წიგნების შეგროვებას და მართლაც მრავალი სხვადასხვა სახეობის წიგნის შეკრიბა, ამ წმინდა წიგნების მოპოვებაც საჭიროდ ჩათვალა. ამგვარად, მან თავისთან მიიწვია რამდენიმე იერუსალიმელი იუდეველი და უბრძანა მათ, ეს წიგნები ბერძნულად ეთარგმნათ. ბრძანება მართლაც შეუსრულეს. ეს იყო საქმე ღვთის განგებულებისა, რომ წმინდა წიგნები მოეხმარათ არა მხოლოდ ებრაული ენის მცოდნეებს, არამედ მთელი სამყაროს ყველა მკვიდრს. განსაკუთრებით სასწაულებრივი და საოცარია ის, რომ ასეთი მოშურნეობა იუდეური რელიგიის რომელიმე მიმდევარმა კი არ გამოავლინა, არამედ კაცმა, ვინც კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა და ჭეშმარიტ ღვთისმოსაობას ებრძოდა. ასეთია ჩვენი მეუფის ყოველგვარი საქმე. იგი ყოველთვის მოწინააღმდეგეთა საშუალებით განავრცობს ჭეშმარიტებას. ამის შესახებ თქვენთვის უმიზნოდ არ მომიყოლია. არამედ იმისათვის, რომ იცოდეთ, რომ ძველი აღთქმის წიგნები ჩვენს ენაზე კი არ დაწერილა, არამედ ებრაულზე. ვინც კარგად იცის ეს ენა, ისინი ამბობენ, რომ სიტყვა ზეცა ებრაელთა მიერ მრავლობით რიცხვში იხმარება. ამას ეთანხმებიან სირიული ენის მცოდნენიც. არავინ მათ ენაზე არ იტყვის ცა, არამედ ცანი. აი რატომაა, რომ ნეტარმა დავითმა ასე თქვა, ცანი ცათანი. არა იმიტომ, თითქოს და მრავალიცა არსებობდეს, ნეტარ მოსეს ეს არ უთქვამს ჩვენთვის.
არამედ იმის გამო, რომ ხშირად ებრაულ ენაში ერთი საგნის სახელწოდება მრავლობითი რიცხვითაა გადმოცემული. სხვაგვარად, მრავალიც არ უარსებულიყო, სულიწმიდა არ დააყოვნებდა და იმავე ნეტარი წინასწარმეტყველის ენით გვამცნობდა სხვაცათა შექმნის შესახებ. გთხოვთ, მტკიცედ დაიმახსოვრეთ ეს, რათა შეძლოთ, რომ ბაგე დაუხშოთ მათ, ვინც ეკლესიის საწინააღმდეგო სწავლების შემოტანას ცდილობს და რომ დანამდვილებით იცოდეთ წმინდა წერილის სიტყვათა აზრი. სწორედ იმის გამო იკრიბებით აქ ხშირად და ჩვენს გამუდმებულად იმისთვის გადმოგცემთ სწავლებას, რომ თქვენ გამზადებულ იყვენით მარადის სიტყვის მიგებად ყოვლისა. ახლა კი თუ გსურს დავბრუნდეთ და განვაგრძოთ. მყარს ამბობს წერილი ღმერთმა უწოდაცა. ნახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. ნახე, რაოდენი შემწყნარებლობა ჩანს ამ სიტყვებში ადამიანურ უძლურებათა მიმართ. როგორც ნათლის შესახებ თქვა, ნახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. ისე ახლა ცის შესახებ ამბობს. ნახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. ამით მის შეუდარებელ სილამაზეს აჩვენებს. ვის არ განაცვიფრებს და გააკვირვებს ის, რომ მან ესოდენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინარჩუნა სილამაზე. და რაც დრო გადის, მით უფრო ლამაზდება. ან რა აჯობებს სილმაზით მას, ვინც თვით შემოქმედის ქების ღირსი შეიქმნა. თუ კი ჩვენ ადამიანის შემოქმედებითი შრომის ნაყოფის ცქერისას გვაკვირვებს მისი შესახედაობა, გვაოცებს მისი მდებარეობა, სილამაზე, ჰარმონია, აღნაგობა და სხვა დანარჩენი. მას ვიღას შეუძლია შესაფერისად აქოს ღვთის ქმნილება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის თავად უფლის ქების ღირსი შექმნილა. ეს, ანუ, ნახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. ნათქვამია მისი ჩვენდამი შემწყნარებლობიდან გამომდინარე. ხოლო ღმერთი ამას შენცხედავ, ყველა თავისი ქმნილების შესახებ წარმოთქვამს ამ სიტყვებს და ამით აფრთხილებს მათ კადნიერებას, ვინც გაბედავს და ენას დაძრავს ღვთის ქმნილებათა წინააღმდეგ და იკითხავს. აბა, ესა და ეს რისთვის შეიქმნაო? ამგვარი რამის თქმელებს მოსე წინადაწინ აფრთხილებს და ამბობს. ნახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. როდესაც გესმის, რომ ღმერთმა ნახა და შეაქო, ღვთივწესიერებით გაიგე ეს სიტყვები ისე როგორც საჭიროა. შემოქმედმა შექმნამდე იცოდა შესაქმნელი სილამაზის შესახებ. მაგრამ რამდენადაც ჩვენ ადამიანებს ამისთანა უძლურება გვახასიათებს, ამას სხვაგვარად ვერ გავიგებდით. ამიტომ უფალმა დაანება ნეტარ წინასწარმეტყველს, რომ კაცთა მოდგმის განსასწავლად ეს უხეში სიტყვები გამოეყენებინა. ამგვარად, როდესაც მაღლა აიხედავ და ცის სილამაზეს, დიდებულებასა და კეთილქმნულებას იხილავ, აქედან შემოქმედისაკენ ისწრაფე, როგორც თქვა ბრძენმა. ქმნილებათა სიდიადისა და მშვენების მიხედვით შეიცნობა მათი შემოქმედიც. და თავად ამ სტიქიათა შექმნით შეიცან, როგორია ძალა შენი უფლისა. ჭეშმარიტად კეთილმზრახველი სულის ადამიანი თუ კი ისურვებს ყველა ხილული საგნის მიხედვით, და ან რას ვამბობ, ყველა ხილული საგნის მიხედვით მეთქი? თუ კი ყურადღებით დააკვირდები თვით საკუთარი აგებულების, ამ მცირედი რამის მიხედვითაც შეძლებს ღვთის გამოუთქმელი და მიუწვდომელი ძალის დანახვა. თუ კი ხილული საგნები საკმარისად გვაჩვენებენ შემოქმედის ძლიერებას, მაშ უხილ ძალებზე რაღაც ვიტყვით. აზრს, როგორ აღვამაღლებთ ანგელოზთა მხედრობამდე, ანგელოზებამდე, უმაღლეს ძალებამდე, საყდართამდე, ხელმწიფებათამდე, ძალთამდე, უფლებათამდე, ქერუბიმებამდე და სერაფიმებამდე ავამაღლოთ. რომელი გონება, რომელი სიტყვა იქნება მისი გამოუთქმელი დიდებულების გამოთქმის შემძლე? კი ნეტარმა წინასწარმეტყველმა დავითმა, როდესაც ხილული წესრიგი ნახა, შესძახა, ვით არ განდიდნეს საქმენი შენი უფალო და ყოველივე სიბრძნით ქმენ. თუ კი ასე შესძახებს კაცი, რომელიც ესოდენი ძალით ფლობდა მადლს სულისას, კაცი, ვისაც ღვთის შეუცნობელი და საიდუმლო სიბრძნის შეცნობა მიემადლა. მაშინ რა გვეთქმის ჩვენ, ვინც მიწა და ნაცარი ვართ? ჩვენ, ვისაც გამუდმებით ძირს უნდა გქონდეს თავი დახრილი და გვაკვირვებდეს მთელი სამყაროს შემოქმედის გამოუთქმელი კაცთმოყვარება? ან რას ვამბობთ წინასწარმეტყველზე? ნეტარი პავლე, ეს სული, ხორცით მოსილი და უხორცოს მიმსგავსებული, მიწაზე მოსიარულე და ცისკენ მიმსწრაფი, ისიც კი, მხოლოდ ნაწილობრივ. როცა ჩასვდა ღვთის განგებულებას იუდეველთა და წარმართთა შესახებ, რომელთაგან პირველი განიგდნენ, ხოლო მეორენი შეიწყმავნენ, გაურკვევლობით და შფოთით მოცული მქუხარე ხმით შესძახებს. ჰოი, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღვთისაი, ვით არ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულებელ არიან გზანი მისნი. აქ მონდომებით ვკითხავ მათ, ვინც კადნიერებით ძე ღვთისას შობის საკითხის გამოძიებას ცდილობს და სულიწმიდის ღირსების დამცრობას ბედავს. აქ იგულისხმება ევნომეველი და მაკედონიანელი ერეტიკოსები. მითხარით, საიდან გაქვთ ესოდენ კადნიერი სითამამი? რა სიმთვრალე მიგიყვანათ ამგვარ უგუნურებამდე? თუ კი თვით პავლე ესოდენ დიდი კაცი ამბობს, რომ გამოუკლებელია მისი განკითხვანი, ანუ განგებულება, რომ შეუცნობელია გეზი და გზები მისი განგებისა. იგი მიუწვდომელს კი არ უწოდებს, არამედ გამოუკლებელს, ისეც რომელიც გამოცდას არ უშვებს და გზები მისი, ანუ ბრძანება, სათნოებათა და მცნებათა აღსრულებაზე გამოუკლებელია. მას თქვენ როგორ ბედავთ მხოლოდ შობილის არსის კვლევას და რამდენადაც ამის ძალას შეგწევთ სულიწმიდის დამცრობას? ხედავთ, საყვარელნო, რაგვარი ბოროტებაა, რომ დაწვრილებით არ გმოვიძიებთ იმას, რასაც წმინდა წერილი შეიცავს? აი, ამ ადამიანებს წმინდა წერილის სწავლება გონიერად მიეღოთ და თავიანთი განსჯით არ დაემატებინათ რამე ამგვარ სისულელემდე ვერ მივიდოდნენ.
მათ მხილებას არ შევწყვეთ წმინდა წერილის სიტყვებით და სმენას მათი დამღუპველი სწავლებისაგან მოვზღუდავთ. არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ ასე ღრმად შევყევით სიტყვათა მდინარებას და წესრიგი დავარღვიეთ. ამიტომ საჭიროა, რომ კვლავ ადრინდელს დაუბრუნდეთ. მხარს ამბობს მოსე ღმერთმა უწოდა ცა. ნახა ღმერთმა, რომ კარგი იყო და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეორე. მხარს სახელი უწოდა, აქ ოქმნილება, დაასრულა მეორე დღე და განაგრძობს. იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეორე. ხედავ რა გულმოდგინედ გვასწავლის ნათლის დასასრულს, რომ საღამოს უწოდებს, ხოლო ღამის დასასრულს დილას, ხოლო ყველაფერს ერთად დღეს არქმევს. რათა ჩვენ შეცდომით არ გვეგონოს, რომ საღამო დღის დასასრულია, არამედ დანამდვილებით ვიცოდეთ, რომ პირველისა და მეორის ხანგრძლივობა ერთ დღეს შეადგენს. ამიტომ სამართლიანი იქნება თუ საღამოს სინათლის დასასრულს უწოდებთ, ხოლო დღის დაგვირგვინებას დღეს. სწორედ ამის ჩვენება სურს წმინდა წერილს, როდესაც ამბობს, იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეორე. შესაძლოა ჩვენ ზედმეტად გაგვიგრძელდა სიტყვა, მაგრამ ეს განგებ არ გვიქნია, ასე ვთქვათ, თავად სიტყვათდინარების განსავრცობად, როგორც რაღაცა ძლიერი ნაკადისა. ამის მიზეზი ისევ თქვენ ხართ, სიამოვნებით რომ ისმენთ ჩვენს სიტყვებს. ვერაფერი აღძრავს მოლაპარაკეს და ვერ ჩაუნერგავს ასთა სიუხვეს ისე, როგორც მსმენელის გულმოდგინება. უყურადღებო და დაუდევარი მსმენელი ლაპარაკის მსურველს ხალის უკარგავს. თქვენ პირიქით, სულაც ქვასავით უტყვები, რომ ვიყოთ ჩვენს უმოქმედობას გამოაფხიზლებდით, გამოგვაღვიძებდით და გვაიძულებდით რამე სასარგებლო და დამრიგებლური გვეთქვა თქვენთვის. რამდენადაც თქვენ იმდენად ხართ ღვთისაგან განსწავლულნი, რომ პავლეს სიტყვებით რომ თქვათ, ხართ შემძლებელ ურთიერთასა სწავლად. ამიტომ გთხოვთ, რომ განსაკუთრებით მარხვის პერიოდში გულმოდგინედ იზრუნეთ ღვთისასურველ სათნო ცხოვრებაზე, ნუ დაგამძიმებთ ჩვენი სიტყვები, თუნდაც ყოველდღიურად ერთსა და იმავეს გიმეორებდეთ. როგორც პავლე იტყოდა, ერთისა და იმავეს ლაპარაკი ჩემ და არა სიცონილ არს და თქვენ და კრძალულება არს, ანუ მე არ მეზარება, თქვენთვის კი გასაფრთხილებელია. ჩვენს უზრუნველობით მოცულ სულებს გამუდმებული შეხსენება ჭირდება. და როგორც სხეულს ყოველდღიურად უნდა მიეცეს საკვები, რომ სრულად არ დაუძლურდეს და უმოქმედო არ შეიქმნას, ასევე სულსაც ჭირდება სულიერი საკვები და საუკეთესო წარმართება, რათა კეთილ-ჩვეულებებში გამტკიცდეს და მაცდურის სასჯელს საბოლოოდ დაუსხლტეს. ამგვარად, ყოველდღიურად გამოვიკვლიოთ სულის ძალები და საკუთარი თავის გამოცდას ნუ მოვეშვებით. საკუთარ თავს ანგარიში მოვთხოვოთ იმისთვის, რაც მასში შედის და იმისთვისაც, რაც მისგან გამოდის. რა ვთქვით, სასარგებლო და რამდენი ამაო სიტყვა წარმოვთქვით. ასევე, ყურის გავლით სულში რა შეუშვით სასარგებლო და რა გავატარეთ ისეთი, რითაც მხოლოდ ვავნებთ. ენას გარკვეული საზღვრები და წესი დაუდგინოთ, რათა თავდაპირველად ავწონ-დავწონოთ გამოთქმა და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოვთქვათ სიტყვა. ხოლო აზროვნებას ვასწავლოთ, რომ მავნებელი არაფერი შეთხსას. მაგრამ თუ კი რაიმე მსგავსი გარედან შედის, როგორც ზედმეტი და მავნე, განაგდოს ის. თუ შიგნით თავი აზრი იშობა, მაშინათვე ღვთივსათნო აზრებით განიდევნოს. ნუ ვიფიქრობთ, რომ მხოლოდ ერთი საღამომდე შიმშილი იკმარებს ცხონებისათვის. თუ კი კაცთმოყვარე ღმერთი, წინასწარმეტყველის მიერ ეუბნებოდა უმადური იუდეველებს. როცა მარხულობდით და გლოობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში ამ 70 წლის მანძილზე, განა ჩემთვის მარხულობდით, როცა ჭამთ და როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და თქვენთვის არა სვამთ. ასე ამბობს საბაო თუფალი. ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს. ქვრივს, ობოლს, ხიზანს, ღარიბ ღატაკს ნუ დაჩაგრავთ. ბოროტს ნუ იზრახავთ თქვენს გულში ერთმანეთისთვის. თუ კი მათ ბნელში მსხდომებს და ცდომილების წვდიადით მოცულთ ვერას არგებდა მარტოდენ მარხვა, როდესაც მცნებას არ ასრულებდნენ და მოყვასის მტრობას გულიდან ვერ იღებდნენ, მაშ რაღა გაგვამართლებს ჩვენ, ვისაც გაცილებით მეტი მოგვეთხოვება. ვისაც მარტო ამ ყველაფერის გაკეთება კი არ გვებძანა, არამედ მტრის სიყვარული და მისთვის ქვარული და მისთვის ქველმოქმედება. ანდა რას ვამბობ, ქველმოქმედება მეთქი. უნდა ვილოცოთ კიდეც მისთვის, თხოვოთ და ვევედროთ უფალს, რომ მასზე იზრუნოს. მტრისადმი ამგვარი დამოკიდებულება იმ საშინელ დღეს ჩვენი ცოდვების ყველაზე დიდ გამოსასყიდად გვექცევა. მართალია ეს მცნება ერთობ რთული შესასრულებელია, მაგრამ თუ მისთვის დაწესებულ ჯილდოზე იფიქრებს სირთულის მიუხედავად, უკვე ასეთად აღარ მოგეჩვენება. და რა არის ეს ჯილდო? თუ კი თქვენ ამას იზამთ, ამბობს წერილი მიემსგავსებით თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია. და იმისათვის, რომ ადვილად გასაგები გახადოს ეს აზრი დაუხთავს. რამე თუ მზე მისი აღმოლოს ბოროტთა ზედა და კეთილთა და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა. შენ ამბობს იგი ამ შემთხვევაში იქნები ღმერთის mbadzველი იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ისევე როგორც იგი უბრძანებს მზეს, რომ ამოვიდეს არა მარტო კეთილთათვის, არამედ მათთვისაც, ვინც ბოროტებას აკეთებს და ყოველწლიურად წვიმას უგზავნის არა მარტო მართლებს, არამედ ცრუებსაც, ასევე შენს. თუ კი მარტო მოყვარულნი კი არ გიყვარს, არამედ შენს წინააღმდეგ მებრძოლნიც, გამოდის რომ შეძლების დაგვარად ბაძავ შენს უფალს. ხედავ რა განსაკუთრებულ სიმაღლეზე აღყავს წერილს. ისინი ვინც ამ სათნოების აღსრულებას ახერხებენ. ასე რომ მხოლოდ საქმის იძნელეზე კი ნუ იფიქრებ საყვარელო, არამედ პირველ რიგში ის განსაჯე რა პატივს ეღირსები და ამ პატივზე ფიქრი მძიმესა და რთულს შეამსუბუქებს. მართლაც განაწყალობათ არ უნდა თვლიდე, რომ მტრისადმი შენი ქველმოქმედებით შეგიძლია,
ღვთის წინაშე კადნიერების კარი შეაღო და შენი ცოდვების მიტევებას მიაღწიო? თქვათ, მტერზე შურის ძიების დიდი სურვილით ხარ შეპყრობილი და მას, ვინც ბოროტება გაგიკეთა, იმგვარივე ან უარეს უბედურებას მოაწევ. აბა რას იკეთია ამაში, როდესაც ვერ ჩენიდგებ ვერაფერს და თანაც საშინელ სამსჯავროზე პასუხისგებაც მოგინევს, როგორც ღვთისგან მოცემული სჯულის დამრღვევს. მითხარი. მიწიერ მეფეს რომ გამოეცა ამისთანა კანონი, რომ თუ მტრისათვის სიკეთეს არ ვისურვებდით, სიკვდილით დავისჯებოდით, განა ყველა ჩვენგანი არ დავემორჩილეობით ამ კანონს? ერთი როგორც სასჯელს იმსახურებს ის ადამიანი, რომელიც ხორციელი სიკვდილის შიშით. ბუნების წესიდან გამომდინარე ისედაც რომ გარდაუვალია მინუს. ყველაფერს აკეთებს, ხოლო იმ სიკვდილის ასარიდებლად, რომლის შემდეგაც ვეღარაფერი არ უგეშებს, არ ზრუნავს და სამყაროს მეუფის დაწვრილ კანონს არ ასრულებს. მაგრამ სულ დამავიწყდა, რომ მე იმ ადამიანებს ველაპარაკები, ვისაც თავისი მოყვარულებიც კი უყვარს თანასწორად. ამის შემდეგ რაღა გვიხსნის ხსენებული სასჯელისაგან, როდესაც არამხოლოდ ამ ცნებას მტრის სიყვარულს დავშორებულ ვართ, არამედ იმასაც არ ვაკეთებთ, რასაც მეზვერეები აკეთებდნენ. რადგანაც უკვე თუ გიყვარდნენ მოყვარენი, ხოლო თქვენი ამბობს ქრისტე რა ისასყიდელი გაქუს. რამე თუ მეზვერეთაცა ეგრეთვე ყვიან. მაგრამ ამასაც რომ არ ვაკეთებთ, მაშ ცხონების იმედი როგორ გაგვექნება? ამიტომ გთხოვთ, გულებს ნუ გავისასტიკებთ, დავიმშვიდოთ აზრები და მოყვასე პირველ რიგში სიყვარულით გავიმარჯვოთ, როგორც ნეტარი პავლე იტყვის. სიმდაბლით ურთიერთას უმეტეს შეჰრაცხდით თვითეული თავისა თვისისასა. ისწავლით, რომ არ დათმოთ და გამარჯვება სწორედ ამაში მოიპოვოთ. მაგრამ გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ მათ ვისაც ვუყვარვართ, უფრო დიდი და მგზნებარე სიყვარული მივაგოთ. ეს ყველაზე მეტად გაამხნევებს და გაამხიარულებს ჩვენს ცხოვრებას. ამით გამსხვავდებით პირუტყვებისა და მხეცებისაგან, ანუ იმით, რომ თუ ვისურვებთ, შეგვიძლია ჩვენთვის დადგენილი წესი დავიცვათ და მოყვასთან სრული თანხმობა შევინარჩუნოთ. ამიტომ საკუთარი აზრების მართვა ვისწავლოთ და გავწვრთნათ ეს გაუწვრთნელი მხეცი, ანუ რისხვა, მის წინაშე საშინელი სამსჯავროს წარმოდგენით. და იმის ჩაგონებით, რომ თუ კი მოყვასთან შერიგებას ვისურვებთ, უდიდეს სიკეთეს მივიღებთ, ხოლო თუ ბრძოლას განვაგრძობთ, უმძიმესად დავისჯებით. დრო ამაოდ და უმიზნოდ არ უნდა ვფლანგოთ. არამედ, ყოველ დღესა და საათს თვალთა წინაშე საშინელი სამსჯავრო გვედგეს და იმაზე ვფიქრობდეთ, რომ შეგვიძლია ან უდიდესი კადნიერება მოვიპოვოთ, ან სასჯელი მოვიწიოთ. როდესაც ჩვენი აზრები გამუდმებით ამით იქნება მოცული, ვნებებს დავამრცხებთ, ხორციელ აღზრებს ავლაგმავთ და მოვაკვდინებთ, როგორც ნეტარი პავლე იტყვის. ასონით გვენნი. სიძვაი, არაწმიდებაი, ვნებაი, გულის თქუმაი ბოროტი, რისხვაი, მომხეჭველობა, ქედმაღლობა, სიძულვილი. თუ კი საკუთარ თავს მოვაკვდინებთ ამ ნებებისათვის, ისე რომ ისინი ჩვენზე ვეღარ იმოქმედებენ, მაშინ მივიღებთ ნაყოფს სულისას, როგორიცაა სიყვარული, სიხარული, მშვიდობაი, სულგძელებაი, სახიერებაი, სარწმუნოებაი, მყუდროებაი, მარხვაი, მოთმინებაი. სწორედ ეს განასხვავებს ურწმუნოსაგან ქრისტიანს, ესენი უნდა იყოს ჩვენი განმასხვავებელი ნიშნები, რომ მარტო შესახედაობით არ თავმომწონეობდეთ და მხოლოდ გარეგნულად არ ავიმაღლებდეთ თავს. პირიქით, სულის ყველა ჩამოთვლილ ნაყოფს კიდეც რომ ვფლობდეთ, მაშინაც არ უნდა ვიამაყოთ, არამედ უმეტესად დავმდაბლდეთ. ოდეს ყოდ ბრძანებული თქვენ და ამბობს ქრისტე თქვით, ვითარმედ. მონანი ვართ უხმარნი, რომელი თანა გვედვა ყოფათ ვყავთ. თუ ცხონებაზე ასე ვიზრუნებთ, მაშინ შევძლებთ საკუთარ თავსაც დიდად ვარგოთ, მომავალი სასჯელისგანაც დავიხსნათ თავი და მათაც ვინ ჩვენ შემოგცქერის სასარგებლო ვასწავლოთ, რათა ამ ქვეყნიური ცხოვრების სიმკაცრით გატარებით ვეღირსოთ წყალობას ღვთისას. დაე მივემთხვიოთ ჩვენ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარეbiთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა მამისა და სულისა წმინდისა თანაშვენის პატივი, ძალი და დიდება, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.